Ragina mera არ გავხარ ახლა მე გავარ ისეთ ტიპს სააკაშვილი ან რომელიმე პრემიერ-მინისტრი ამოჩემებულად და ფანატიურად რომ მოყვარდეს წერს მერაბ-სეფაშვილი მერაბ მართლა ძალიან მომენატრე და თუ შეიძლება რომ მოხვიდე რა დავილაპარაკოთ აგერჩენია მასთან სტუმრობის სული პიარი გაუკეთო შენ ხუმრობ და მართლა მაინტერესებს აგერჩენია სული მასთან ერთად 1-2 საათით ჩამჯდარიყავი ბოლო გულშემატკივრობას მაინც გავაწევ დაიცა მე მომიკითხა ვინმე ჩუმად რომ ვიყავი ვინმე მკითხა რა გიჭირსო ეხ მერაბ საქართველოს დაქუცმაცების პროცესი გრძელდება და თუ ესე გაგრძელდა ალბათ სულ დაიშლება. ერთხო სამცხე-ჯავახეთში იცი რა პროცესებიც მიმდინარეობს. სამძიმე მდგომარეობაა, ასე ვთქვათ, კბილებით აკავებენ, მაგრამ იქ რამოდენიმე ადამიანი დაიჭირეს, რასაც ძალიან დიდი აღშფოთება მოყვა იქ, ასე ვთქვათ, დიასპორიდან განცხადებები, სომხეთში განცხადებები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გრძელდება ესეთი ინფორმაცია და სომხური გაზეთი ავრცელებს ამას. რომ ანკარაში ჩატარდა კონგრესი, სადაც მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის სამოქალაქო ასამბლეა, რომელსაც საკითხი დააყენა აზერბაიჯანელი მოსახლეობის ავტონომიაზე, საქართველოს შემადგენლობაში, რომ მიიღო მათი უფლებები და ასე შემდეგ. და ამას ავრცელებს სომხური გაზეთი Armenia Today. ახლა რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ? ახლა ამ ფორს-მაჟორულ სიტუაციებში. აი ხელისუფლებამ მე არ ვიცი რა უნდა გააკეთოს გიორგი, მაგრამ მე ვიცი ქართულმა ხალხმა რომ მაქსიმალურად უნდა გაფაციცდეს ამ მიმართულებით, რომ იგივე პროცესები არ განვითარდეს, რა პროცესებიც განვითარდა ჩვენთვის უკვე ძალიან დიდი ტკივილის მქონე რეგიონებში, ეს არის ცხინვალი და სოხუმი. სულ ახლახანს ჩემო თანამშრომლებმა მომიტანეს ლორდთა პალატის დასკვნა. ეს პირდაპირ წერია, რომ დადანაშაულებულია საქართველო ამ ომის გაღვივებაში, რუსეთი არის დადანაშაულებული, როგორც არამაღლოზომიერი ზანის გამოყენება, ანუ არაპროპორციული ზანის გამოყენება. და ლაპარაკია, რომ სააკაშვილი იყო დარწმუნებული, რომ რუსეთს დაამარცხებდა. ნუ ესეთი რაღაცა ხა პირდაპირ და ეს მხოლოდ და მხოლოდ იქიდან გამომდინარეობს პირდაპირ წერია ამ დასკვნაში რომ ამერიკის მაღალჩინოსნებმა უბიძგეს სააკაშვილს აი ამ ნაბიჯის გადადგმა. წერია? კი, პირდაპირ წერია ამ დასკვნაში. სასწაული დასკვნაა. ნატოზე წერია რომ ეს არის აბსურდი, ნატოში შესვლა საქართველოს და უკრაინის. ვახ, აბერხად, როგორ ახალ მაინტერესებს შენის მეკითხა ეს ამბავი და შენ იყავი ერთადერთი და ერთი ადამიანი სააკაშვილის გარემოცვაში ვინც იყავი ყველაზე უფრო უახლოესი სააკაშვილისთვის სპარდების რევოლუციამდე ნაციონალურ მოძრაობის საარჩევნო სიაში მე ვიყავი პირველი ნომერი ვახ მოდი რა მომკლეს ამ პოლიტიკოსებმა რა ალიკო რა აი ხარი გამახდა ბატონო ალიკო და გახამეს კარგად მოდი კაცო მოდი ცოდვებს ავყვებით ცოდვებს აი მეც მოვედი ხოდა გამხილოთ საერთოდ მიშა სტილი არის ესეთ სხვას აყენებდა შეურაცხყოფას მაგის მიხედვით არჩევდა თავის გუნდს მე მივხვდი ვინც გინებას აიტანდა ის რჩებოდა მის გუნდში ძალიან მნიშვნელოვანია ჩინგისხანს ხონდა პირიქით სპეცდანიშნულების ჯარებს ისი არჩევდა და აყენებდა ის ჯარს შეაგინებდა და ვისაც რეაქციები გაწევდა მერაბიშვილი ახალი დანიშნული ყავდა მოკლედ ჩამოვიდა და მართლა უკმაყოფილო იყო თუ ეს პალაჟენი ესახენებდა მოკლედ მერაბიშვილი უცხო ძალიან ცუდად მუშაობო თუ ამ პარტიაშიო ან შენნა იყო ან მე ან გინაზე რა ვენაზე ვინმე რჩებოდა
უსამართლობა არ მიყვანს. დავიცავე მაშინ და არ გავაკლებდა გორს. დაიცავი და დარჩა. დავიცავე და დარჩა. აღსარება ყობა დავითაშვილისა. ერთი-ორჯერ ჩემსაც ხონდა მცდელობა და რაღაცა პულტი რო გამოისვა, მე ორივეს როლი. აი ზოგჯერ რა არის იცი ცუდი? ოპოზიციაში ხარ? ყველაფერს ვერ ამბობ. არასწორად რო იწყება საქმე ის ვსეო, სწორად აღარ გამთოვდება. გამომსულიყავი მე და მე თქვა რომ მიხეილ სააკაშვილს აქ დიქტატორის მონაცემები ხონდა სააკაშვილს დიქტატორული მონაცემები? ეს ჭირდებოდა რომ ქვეყანას ცოდნოდა? კი, მაგრამ ჩვენ ვებრძოდით შევარდნადით. მაშინ ესე ვხედავდით რომ ამაზე უარესი რა უნდა იყოს. არა ეგ არის შეცდომა. ეგ არის შეცდომა. მეც ესე მეგონა. მარტო კობადი არ იყო. მონაცემები ქონდა, ის გაგვიძრა. ბუდო, ეს 4 ნავერტილე გააკეთე. ეგ მაგარი იყო. მაგრამ ჩემთვის რა იყო ბატონკობა იქ იმ ნავერტილეს ისტორიაში ესე მოინათლა ეს ყველაფერი რომ მეხუთე ნომრად თქვა მე ვიცოდი მეორე ნომრად ნიშნავს ადამიანს რომელიც წესიერად არის რომ და რესტორანში გაიცანით თქვენი პარტიას რომ გაემარჯვებინა რესტორანში ხელისუფლებაში მოსულიყავით მეხუთე კაცი იქნებოდა არ ვიცი ერთ-ერთი ყველაზე მამალი თანამდებობის კაცი რომელსაც არ იცნობდით და აი ესეთი კაცი როგორ უნდა დაგენიათ ჯერ ესეთი რესტორანში არ გამიცნია ჯერ ოფისში იყო არაერთხელ შევხვდით ველაპარაკეთ აი რატომ გქონდათ იცოდით აი მაგალითად ეგება აღმოჩნდა მეხუთე ნომრად გავიდა კაცი და იყო მანამდე ბანდიტი ფული ქონდა ნაშოვნი ალბათ ხალხი ჩვენ ვიდექით ასეთი აჩერ ჩვენ სხვა დაფინანსების წყარო არ ქონდა წასულიყავით პოლიტიკიდან მოგონიერებულიყავით გეშოვნათ უფრო ახლა უკაცრავად რეჟიმის პირობებში სად მომღონიერებული ალეკო არა არ გამომივიდა კარგად აი მითხარით არ გამომივიდა რა გაჩერებულიყავით ერთი წელი ისევე არ მესმის თქვენი როგორც არ მესმის ლეიბორისტების რა ვქნა თუ აბა ოჯახი გყავს არ ჩერდა მე გთხოვე პოლიტიკოსი იყო კაცო პარლამენტში ფული თუ არ გაგდა გაემებე შეეშვი და დურგალი გახდე ინკალი გახდე ოჯახის არჩევნად გამომიჯერა ეს ფული და განსხვავება ოჯახიდან გამომიტანია ეს ფული. აი ფული იმისთვის რომ დაუშვათ სიაში ჩაждდეს ვიღაც უცნობი ადამიანი ვინც არ იცი ხო რომელმაც უნდა ემსახუროს მე ისე შენ ხალხს და შენ არ იცი ეს ვინ არის და რას წარმოადგენს ბოლო-ბოლო ეს ადამიანი რა ეს არის არასწორია მაგაში მართალი ხარ და არასწორია კი მაგას ვიძახია საპროცესო გააფორმა მოუხსენი ბრალდება სახელმწიფო მთავარი პრობლემა იმაში არის როგორ შეიძლება 21 საუკუნეში შენ მოსმენებს აქვეყნებდეს ტელევიზორში არავინ არ თქვას რა ტელევიზია თუ არ იქნა რაღაცნაირად ეს ეთიკის ამბავი არის პროფესიული ეთიკის ამბავი არის შენ ძმაზე რა იყო მე მახსოვს რუსთავმა რო გადასცა თვალებ გაბრწყინებულმა ტელევიზიას აქვს უზარმაზარი ძალა ლევან გაჩეჩილაძის სიცხში აღმოჩნდეს ჰეროინი გავიდა ერთი ნიუსი მეორე ნიუსი მესამე ნიუსი მერე ხო იცი ტელევიზიის ტექნიკა სადღაც ვიღაცამ კითხვა რომ იქ არ დადასტურდა და რაღაცა ის იყო ის მიაჩუმათ ის ანუ ადამიანის გაფუჭება თუ ტელევიზია მოინდომებს ნებისმიერი შეიძლება ახლა უკავა რომ ეთიკა უნდა იყოს აი იქნება უფრო უკეთესი არ წაგწდება ხელი რომ იგივე არ გააკეთო რა ჯობია ხო ძალიან მარტივია რომ ჩართო ეს მოსასმენი რაღაცეები უსმინო და აკონტროლებ მაგრად სიტუაციას ხო იმიტომ ხშირად სააკაშვილი იმიტომ რამდენიმე ნაბიჯი ჯობნის ხოლმე ოპოზიციას უსმენს და ვინც ინფორმირებულია ის ინფორმაცია ფასეულობის საკითხია შენ როგორ უნდა დამარწმუნო აი შენ კახა დამარწმუნე რომ შენ რო გახდებ თქვა გენერალური პროკურორი მქონდა აი ალეკო გონიერების საკითხი არ არის ფასეულობის საკითხია მე როცა მქონდა ბევრჯერ არა მაგრამ 3-ჯერ 4-ჯერ ჩემ ბიოგრაფიაში რომ ის უნდა მექნა თუ ეს მექნა არ ამირჩევია ის კაცი გახდა მილიარდელი ახლა სააკაშვილის ძმასთან მქონდა ერთობლივი ფირმა და მე ვარც ვიხდი $500